ფაშიზმზე გამარჯვების დღეს სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადებით ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. დიდია ქართველების წვლილი მსოფლიოს უდიდეს ომში. ბრძოლის ველზე წასული ასობით ათასი ქართველისგან ნახევარი შინ ვერ დაბრუნდა. საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ ჰყავდეს ამ ომში დაღუპული. დიდი სამამულო ომი დარჩა ჩვენს მეხსიერებაში, აისახა ხელოვნებაში, ლიტერატურაში, ფილმებში, რომლებიც აცოცხლებენ ამ საშინელი ომის ეპოქას, სულისკვეთებას და მსხვერპლს. ეს მეხსიერება იქცა ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელ ნაწილად. სწორედ ამიტომ გახდა ეს თარიღი შეტევის სამიზნე. ისინი, ვინც ერის იდენტობის შეცვლას ცდილობენ, მოგვიწოდებენ კრიტიკულად გადავიაზროთ ჩვენი წარსული, დავგმოთ მისი საბჭოთა ხასიათი, გავუთანაბროთ ფაშიზმს და გადავაყოლოთ მას ყველაფერი, რაც კი იმ დროს შექმნილა, აშენებულა თუ განვითარებულა. საბჭოთა წარსული არის ჩვენი საერთო წარსული. ის ვერ შეიცვლება. ჩვენ ვერ მივიღებთ ისეთ მოწოდებებსა თუ კამპანიებს, რომლებიც მიმართულია ჩვენი მეხსიერების, იდენტობის და ისტორიული თვითშეგნების შეცვლისკენ, ისტორიის გადაწერისკენ. სწორედ ეს დევს მოწოდებაში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, რომ 9 მაისი რუსულია, 8 მაისი ევროპული, რომ თითქოს ერთადერთი რაც საქართველოს მოეთხოვება, სამყარო აღიქვას ან რუსულ, ან ევროპულ ფერებში და აირჩიოს ან ერთი, ან მეორე. ეს არჩევანი ყალბია, ამგვარი მსოფლმხედველობა კი არაადეკვატური და დამღუპველი. სწორედ ამიტომ 9 მაისი დარჩება 9 მაისად, რადგან ეს დღე ჩვენია. ჩვენ ვიომეთ, ჩვენ ვხვარეთ სისხლი, ვიომეთ ისტორიის გამარჯვებულ მხარეს და ვამაყობთ იმით, თუ ვინ ვიყავით, სად ვიდექით და რა გავაკეთეთ, წერს შალვა პაპუაშვილი.